საღამოშვიდობის ხალხო. როგორ ახართ ჩემო გაგწოდებით წადით. ვაი, კბილებო, როგორ გიკითხოთ? როგორ ხართ? ცივა გიორგი. გავიყინე ხალხო. ცივა გიორგი. შეციდა. რა ხდება თქვენსკენ კარგი და ახალი ჩვენსკენ კარგი ისა რომ გიორგი ექიმთან მიყავდა. გუშინ რატო ვერ დავდე ვიდეო ჯერმენ ამას გეტყვით. გუშინ ხალხო მე ვიღეთ კათამი, ციცილა. გვიარ მოვიდა და ვეღარ დავდე ვიდეო. და დღეს მინდოდა დამედო. დღეს კიდე ვიყავი ექიმთან, ხალხო. და წამლები გამომიწერა. კუჭი ანთებითი პროცესია კი. ის არის რა ქვია იცით რა არის? გაინტერესებდათ რატო მქონდა ის ანაწლაური რაღაცა ვირუსი ყოფილა. ესეთი ინფექცია ყოფილა ვირუსის გამო. და მაგითო და წამლები დამინიშნა. ხო. წამლები დაუნიშნა და დღეიდან იწყებს წამლებს. დღეიდან დავიწყებ. და წესი 2-3 დღეში უნდა ალაგდესო. ხო. და ყელზე ვიყავით და ყელზე კიდეც უთხარი ექიმს. და საშიში არ არისო თავისით მოვახმა. დალაგდება თავისით ყველაფერი. თავარია ის ეს კუჭნაწლავის ანთება ჩაქრეს. რო ისა რა ქვია, ანთება კი არა, უბრალოდ ბაქტერიაა რა. ხო, დიარეა გამოიწვია მე მაგიმა. ვირუსული ბაქტერიაა. ხო, რაღაცა ვირუსულია. ხო და არა. ხალხო, ის არის რა ქვია, სისხლდენაც სისხლმე ცოტა. რო გადიხართ. იმასე რა ქვია. კუჭნაწლავში მოქმედება რო გაქვს. სისხლდენაც იცის. ხო, მე იქიმა იმ წუთში ჩვენ ამოთქვია. სისხლდენაც იცის. და არ შეგეშინდეთ ხალხო. თუ ვინმე მსგავსი სიმპტომები გექნებათ არ შეგეშინდეთ. ეგ თავისით და მიიღეთ წამლები და დაალაგდება. ექიმს მიმართეთ ჯობს. კი, რა თქმა უნდა. რომ დაალაგდება. ხალხო, რა უნდა გითხრათ? ისა რა ქვია, თვითონ ექიმმა გითხრა, ხო? ესა და ეს გიორგის რო უთხრა ესა და ესაო და მე თვითონ გითხრა. თვითონ ექიმმა თქვა, რომ სისხლსო ხო არ აყოლებ ცოტასო. სისხლი იმაშევაო გამოგდისო, ლორწოვანიო და კიო. კიო გიორგი და არაფერი არ არის საშიში, ეგ საშიში არ ყოფილა. მე ეგ მაინტერესებდა რატომ მოდიოდა, მაგრამ არ ყოფილა საშიში ხალხო. ეგ მსგავსი რამე სიმპტომი თუ გაქვთ არ შეგეშინდეთ. ექიმს მიმართეთ, თქვენთვის არ დალიოთ არაფერი, ჯობია რომ ექიმს მიმართოთ და ექიმი დაგიწერთ დანიშნულებას რა უნდა. რეგიდრონი გამოუწერა. რეგიდრონი გამომიწერა, სმექტა გამომიწერა. კიდე გამომიწერა ის რა ქვია, ენტეროლი. ისედაც ვსვავდი მაგას. ენტეროლი გამომიწერა კიდე. და კიდე რა გამომიწერა? ის ლაქტოჯი, ეგეც გამომიწერა. ლაქტოჯიც გამოუწერა. ხო. რეჰიდრონიც გამომიწერა. რეჰიდრონს ახლა წყალი ავადუღე და გაცივდება და გავხსნი იმაში და იმას ნელ-ნელა დალევცო. ნელ-ნელა უნდა დალიო ეგ იმიტომ და ისა მოხარშულები მიირთვიო. და მოხარშულები ცხიმიანის ეცადეო რომ ჯერ აღარ იმასაკნაო. სხვათა შორის დიეტაც კი დავინიშნა. დიეტაც უნდა დავიწყო. ცხიმიანები და ეგეთი შემწვრები და ისინი ჯერჯერობით არ ნავჭამო. ცომეული და რაღაცები. ჯერჯერობით არ ნავჭამო. კუჭნაწლავმა ჩადგეს კვალიფში. ამიტომ აბადიეთ ვიცაც მოკმაგი გიყავთ. ჯერჯერობით მოკმაგი ვეღარ იქნება. რა ვქნათ ახლა? რა ვქნა რა გავაკეთო ვედილ შემჭამ. ის არის რა ქვია. თავარია ვინმეს თუ მას გავსი სიმპტომები გექნებათ. ან გაქვთ ან გექნებათ. ექიმს მიმართეთ ჯობია რომ მალე ალაგდება. რო არ მოსულიყავიო მე ესე მითხრა რო არ მოსულიყავიო ისა რა ქვია გადასხმები შეიძლება დაგჭირვებოდა. და უფრო ინფექცია უფრო წასულიყო. ინფექცია ანაწლაური რაღაცა. და საავადმყოფოში შეიძლება მოხვედრილიყავიო. მოხდებოდი საავადმყოფოშიო და ჯობს რომ მალე იმასაკნა. რა ქვია. და რაც შეეხება ხმაზე უთხარი და თავისით მოვა. არა, ხმა თვითონ რომ დაილაპარაკე თავისით მოვა, არაფერი არ არის. თავისით მოვა. ახლა ყელი ისეთი წამალი დაგილევნიათო თქვენო საწუწნი. ხო, რაღაც წამლები რო დავლიო. ხო. წამალი რო დავლიე სახელი აღარ. დიდი მადლობა რჩევისთვის. და აი ესეთი რაღაცა იმას გიქნიათო რომ ის ჩადგა ანთება. ანთება იმასაკნა რა ქვია. ანთება და სიცითლე იმასაკნა.
ხო, მოიშორდა და ეს მოიშორდა. ნელა მოახმაო. იცის ინფექციისგან და მთავარი ეს კუჭნაწლავი მოუყალიბდეს. აი ამისი მეშინოდა დღეს რო თქვა სისხლს ვაყოლებო, კინაღამ გადავირი ხარხნო, კინაღამ ჭკვიდან გადავიშალ. და არაფერი არ არის საშიში ინფექცია, თვითონ ეგ ეკიმა საშიში არაფერი ყოფილა. სისხლის აყოლებო და კიოგი. მე მეგონა რომ რაღაც საშიში იყო, მაგრამ საშიში არ ყოფილა, თურმე ამ იმას ახასიათებს ესე. და ჩვენ კიდე ბევრს ქონია ბევრს ლაქტოზი. კიდე ეგ ქონია. იმიტომ რომ ბევრი მოვიდა მაგ იმითი. ექიმა გვიდან მითხრა რომ ბევრი მოვიდა მაგ სიმპტომებით. იმიტომ რომ ვირუსი იწვევს მაგ იმას რა ქვია. მაგ რაღაცა ინფექციას რა. ნაწლავური ინფექცია რაღაც. ხო და იმიტომ ვირუსი არის ნაწლავი. ვირუსი არის ნაწლავური რა. ხო. ვირუსმა დატოვა. გამოიწვია. თავარია სიცხე არა გაქვს. სიცხე არა გაქვს. სიცხე თუ გაქვს ესე იგი ინფექციონისტია საჭირო. სიცხე თუ გაქვსო, მაგრამ სიცხე არ აქვს. დავლიოთ ეს წამლები. დავლევნა 2-3 დღეში უნდა ალაგდესო წესით. წამლებს რო დავლევ. იმიტომ რომ როგორც ვიცი რეჰიდრონი და იქ წამლები, ის არის კარგი წამლებია სხვათა შორის. ლაქტოჯიც კი. დიდი მადლობა ყველას რჩევებისთვის და ყველას დიდი მადლობა რჩევებისთვის. რო ექიმთან მიდი და უნდა მიხვიდეს კი. ექიმთან. კი. არამეთი რა სამოქ რა. ამდენი ხანი უკვე დღესაც რო იმას აქენი ეგრე ვქნა. არ მევდიოდი ხალხო. მეთქი თავისით გაივლის. ამდენი ხანი რო ეგრე გამტანა და იმას აქნა, გადავწყვიტე რომ წავსულიყავი. რო რა ვიცი მე რას გამოიწვევს ხო? უფრო რო გართულდეს და ხო და ასე იყო ჩემი ჩვენთან ეს ამბავია ხალხო. ხო და ეს დღეში ურჯერ ისა რა ქვია ლაქტოჯი ის დალიე რა? საშილობის აუ ეგ არ დამილევია. წადი დალიე და მე ეგ არ დამილევია. დალიე დედი ენტერული ხო? ხო ენტერული დალიე მიდი დედი მადერვე დალიე მან დრო არის ენტეროლი გამოუწერა, ისედაც ვიყიდეთ ჩვენი ენტეროლი. ვიყიდე ხარხნო, მაგრამ არ სვამდა, იცი, ძალიან ჯიუტია, ვაიმე. დვიძალავე რა სამომეთქი. არა, გინდა თუ არა უნდა მივიდეთ მეთქი ექიმთან, არ შეიძლება. კაცო, როგორ შეიძლება ადრე მიყრუება შეიძლება ავადმყოფობის? რა სამო? ური ის ვალსა ვიღებ და როგორ შეიძლება ავადმყოფობის მით უმეტეს სისხლს ააყოლებს ორგანიზმში. ინფექცია წავა რაღაცაში და ღმერთმა ჯვარი დაგწეროს რაღაცა მოუგვივა და დავის დროზე მისჩენია რომ წამლები მივიცე და მოვიდეს ცოტა აზრზე და გონებაზე შემცირდა ხალხო და დიეტაზე მყავს ახლა ქათმის ხორცი დაუჩეჩე და ის შეჭამა ცოტა პურთან ერთად პატარა პურტის ნატეხთან ერთად და მე ხვალ ეგრეთში ხასაც გაუკეთე ცოტა ხანი მაინც რო ინფექცია ჩადგეს რა წამლებთან ერთად. ის რაღაცა ხრობები და ტიალობები უნდა მოშორდეს ის საკვები. მეტი წელი უფრო ვირუსის არა ისედაც მაგას ხშირად აღარ შეჭა. ვირუსის ბრალია. ზოგადად. საშინელება. არ ვიცი რანაირი ვირუსები დადის მე არ ვიცი ხალხო რა. და მე ხო ყველაფერი უნდა გამოვცადო ხალხო. დაიე ხო? ენტერული დავლიე. ქვევიდან თუ აქედანე? ქვევიდან ამოვიტანე. ის აღარ გამეხსნი. ისანი ძალიან ჯერ და იმას თავლევდა. 6 წელი იყო დედი და. არა,
ძალიან დიდი წამადავლი. წასვლისას. შუა დღისკენ. ხო? ხოდალია და ერთი კიდე ახლა. მოასწრებს წამლების დალევასო რა დღესე ვერ თუ მოუტანეთო და. ვიყიდე დღესვე ვიყიდე, ერთი წამალი დავჭა უბრალოდ აღარ იყო გადავებული იყო აფთიაქში. არა, იქ არ იყო ლაქტოჯი ფორტე არ იყო აფთიაქში. და ხვალე იქნებაო და ხვალე იქნებაო. უყიდი ბარემ მაგასაც. არაო, არ მინდაო ექიმიო, როგორ არ გინდა, რას ქვია არ გინდა. არ გინდა ნინიას დუკანია. გაიმჩ. ამის მერე გადავწყვიტე რამე თუ ამტკიდება იქიდან უნდა წავიდე. იმ წუთში. იმ წუთასვე. ამიტომ რომ ჯობს რომ მიხვიდე იქიდან, არ შეგჭამს. და გამოგიძერს სამალს. იგი მოგეთიცის ვიდრე ჩვენ. გიორგი, სანამ შენ უთხარი ჩვენ ექიმს, ხო? ხო ხედავ სანამ უთხარი მანამ თქვა. სხვათა შორის მაგ პრობლემით ბევრი მყავდა. პატარა ბავშვებიც კი. წარმოგიდგენია, მანამდე თქვა სისხლო არ აყოლებო, აი მანამდე თქვა. სანამ ჩვენ მივედით. სანამ გიორგი თქვა. სანამ მე რაღაცა თქვი იმანა თქვა. ამიტომ იმ ექიმა თქვა რომ მითხრა რომ ბევრი მყავდა, მაგ სიმპტომებით მყავდა. ხალხი. ხო, არა ყავდა კი. პატარა 4-5 წლის ბავშვებიც მყავდა. რაღაცა ვირუსულია რა. ეგ საშიში არ ყოფილა. მე მეგონა იყო, მაგრამ არ ყოფილა. ახლავს თან იცის. მე რა ვიცი ხალხი. მე რა ვიცი, ბოდიშემ სიტყვაზე კუჭი წაქშილი ადამიანს რაღაცა იქნია და სისხლი არასოდეს არ გამოგუყოლებია და ხალხო არ უნდა თქვა ეს არ უნდა მომბობდე, მაგრამ ფაღარაც რო ჩვენ ვეძახით, მაგას ეძახიან თურმე იმას რა ქვია, ექიმები ეძახიან. რა თქვით ახლა ხო თქვი? ინფექცია. არა, კუჭის იმას რა ქვია. ფაღარაც. ფაღარაც ეძახიან, რას ეძახიან, რა ვიცი. არ ეძახიან ფაღარაც. როგორ თქვა, რა ვიცი. დიარეას ეძახიან. ხო. დიარეა ქვია მაგ იმას ექიმები მაგას ეძახიან. ხო და ამიტომ არის თავის დროზე წავლები უნდა დალიო და მოხარ ადამიანი გონზე. და მე უთხრათ ვაიმე მეთქი სისხლს აყოლებს და ქალბატონო მე თქვა სისხლს რო აყოლებსო შვენიერი კაი ფერი აქვს ბავშვს რა სჭირსო მაგისიო. სისხლს რო აყოლებდესო და რაღაცა მიზეზი კონდესო ფერს დაკარგავდა სისხლს. ბევრს რო აყოლებდეს ბევრი არ მოდის. ხო. არა, ფერს დაკარგავდიო რაც გინდა იყოს სისხლი რომ. ეს არის ინფექციის ბრალი და იმიტომ გტკიო და გუში რა დღეში იყო მოცე. სხვა რამე რო იყოს, ის არის რა ქვია. სახეზე შემეთყობოდა სხვათა შორის ფერზე შემეთყობოდა. კი. ან სიცხე იქნებოდა რაღაცა. სიცხე არ არის. რაც თავარი სიცხე არ არის. სიცხე არა აქვს. დაალაგდება ესენი. ვაიმე, ღმერთო დალოცვითო. გევედრები და გეხვეწები, აი აქვე ხარ და ხატები მიყურებს. ყველა დედას დაუფარე შვილი. ხო და რა მინდოდა თქვა? ყველა. ამ დილას იქაც მე. ეთყობა მანიშნა ღმერთმა. ამ დილას გამდენისას ის ნახე რა ქვია, ანგელოზი მოვიდა ჩემს საჭურთან და ხელი გადამისვა თავზე. ღმერთმა მანიშნა რაღაც. რომ უნდა დავშუხავი. ჩემი ნები თავდეჩი, აი ხალხო გულმა გამიწია რომ სანთელი ამენთო სანთელი აი გულმა გამიწია და აი მართლა მადლობა უფალო რომ აი გადმოგხედე და ჩვენთან ახარ უფალო და შენი გწამს ნამდვილად მე ესეთი აი გულმა გამიწია რომ სანთელი ამენთო და რაღაცა გამიკეთები და მართლა ღმერთს მადლობა რომ მოხდა მადლობა უფალს და ყველაფრისთვის დღევანდელი ამოსუნთქვისთვის ჩასუნთქვისთვის
ელემენტარული პატარა ლუკმის გულისთვისაც. რომ ცოცხალი ხარ მარტო და სულ დგავ. და საერთოდ არსებობ კიდეც. კი, რაღაცა მაინც რო გვაქვს. კი, მართალია. სიკეთე გადამდები, სიკეთეზე კარგი და სიმშვიდეზე კარგი და ჯანმრთელობაზე კარგი. ხალხმა რამდენ ხალხს შეკლია გული. სიკეთე არ არის? რა თქმა უნდა, აბარა გადამდებია მეთქი სიკეთე, აბარა სისულელი. ყველა დიდი მადლობა ყველას. ესე მგონია სიკეთე და სიყვარული გადარჩეს დედამიწას. სხვა არაფერი. ყველას დიდი მადლობა. ჩემი შვილის ესე მოკითხვისთვის, ესე პატივისცემისთვის. გვიყვარხართ, გვეიმედებით, ნებისმიერი გინდა პირადშიც მწერენ, ისეთ მწერენ, ასეთ მწერენ. კომენტარებშიც ბევრი წერთ. კი, ყველგან იწერება უღრმესი მადლობა. წუხელი მთელი ღამე არ აგძინებია ხალხო. ეხლა შეიძლება დამეძინოს აქვე. არ აგძინებია წუხელი საერთოდ. ვიყავით ის ჭოტებივით. დავსვით სიცილემ გამთენიას მოვედით ხალხო სახლში. დღესაც 3 საათი იყო თუ რაღაცა ისე ავდექი. მე მალე ავდექი. ხო, ჩამეძინა, მაგრამ მალე გამეღვიცა. და წავედი მერე ექიმთან ხალხო. მოვიცახოდი არა, თუმე საჭირო ყოფილა ექიმი. რა თმინდა? რა თქმა ექიმი გამივლის თუ. ახლა შენ რა იცი, მაგ დროს რა უნდა დალიო? იცი? არ იცი? ისე ენტეროს რო დალეო, იქ ლაქტოჯეს ფორტეს დალეო, ლაქტოჯის დალეო, იქ იმის დალეო, იქ იმას დალეო და ორგანიზმი ჩადგება ყალიბში. მოაგონზე. არ ვიცი, ჯანმრთელობის ფასი და საერთოდ არანაირად არაფერი არ არის. სიკეთის ფასი არაფერი არ არის. ჯანმრთელობა პირველ რიგში და მერე მშვიდობა. კი, ჯანმრთელობა და მშვიდობა თუ არა გაქვს? არაფერი არ იქნება. შვიდობა თუ არ იქნება რა? დაინგრევა ყველაფერი და დაიმხოლევა და რა? და ჯანმრთელობის კიდე ჯანმრთელობა თუ არა გაქვს? ყველა ორგანიზმი ჯერ ერთი აქტ კიდევა, მერე მეორე, მერე მესამე, მერე და მიყვება ესე. მიყვება ჩაითრეს სხვა ორგანიზმებსაც და გაგირთულდება და მერე იგებია ჩემო ძვირფასი. და უნდა ავდგე ერთხელ კიდევ, უნდა ავდგე, შემოუცახო ჩემ თავს და უნდა მივიდე კბილის ექიმთანაც. და ერთხელ და საუდამოდ მოვაგვარო კბილების პრობლემაც. თორე მერე ეხლავე თუ არ მივაქციე ყურადღება, მერე ასაკში ძალიან გვიანი იქნება. ვიგრია ჩემო ძვირფასი. შვენიერი კაი ექიმი გყავს. თავის საქმის პროფესიონალი არის მთავარი. იცის. კი. ჩულუნგი ექიმები რო არიან ის არის კარგი. არაფერი უიცია. მომეცინასავით. შეიძლება ჩამომეცინოს ცოტა ხანში აქ. გძინებო წუხელი რო არ გძინებია. აწამლები დალიე. მე ის რეგიდრონი ქვემოთ წაიღე და წყლის მაგიო ცოტა მოსვი. ყლოპყლოპად უნდა დალიე. კაცი და ერთი წამალი წყალი.
ანუ სულიყავი დღეს არა სახელში შეიძლება უარესი დამართულიყო რაღაცა. კი, გამრთულებოდა და მე გვიანი იქნებოდა. მე როდის მორჩებოდა ღმერთმა იცი. მე რო კარგი თუდება მკურნალობაც უფრო მეტი გინდა. ხო, რა თქმა უნდა, მაგრამ წამალიც ექიმი გინდა. კი არის ძვირი წამლები, მაგრამ რა ვქნათ, რო გჭირდება უნდა ვიყიდოთ, თავს უარ ვერ მოვიკლოთ არა. მილიონი რო ხირდეს უნდა გადაიხადო ჭირდება ადამიანს. რამდენზე ვართ? 21-ზე ვართ. გინდა ჯირი. ცივა, შენ ცივდა ხო? რაც ცოტა ხანი წავიდეთ. ეგრეა ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო, რა ვიცი. ჯანმრთელობის ფასი არაფერი არ არის ცხოვრებაში და მე რა იქნება, რა ვიცი. ჯანმრთელობა რო გაქვს, ყველაფერი იქნება მე. ჯანმრთელობა რო არ გაქვს, საერთოდ რაც გინდა მილიონები გქონდეს და ისინი გქონდეს რა ქვია, დუარეცები რო იტყვიან არ გაინტერესებს. ალბათ ის რამდენიმე დღე ვიდეოშიც მეტყობა და როგორი ის ვიყავი რა ქვია. ცუდად. მე რა ვიცი რა. უცბად დაგიეტაკება ადამიანს რაღაცა რა. თან ყოველ იმაზე ახალი ვირუსები შეგვიძლია. ხო. მართალი. ეგრეა ჩემო ძვირფასებო და ტკბილებო. წამალს დავალევინებ ახლა, რეგიდრონსაც გავხსნი და ნელა მოყლუპავს რეგიდრონს, რომ მთელი დღის განმავლობაში ხამეც რომ გაგეღვიძება ცოტა მოწრუპე ხოლმე. წყალიც კი დაიდგი დედი, მაგრამ ისიც მოწრუპე. კარგი? ხო. გავხსნი წყალში. ფხვნილი არისო და ფხვნილი უკეთესია. ის მეორეც ფხვნილი. ხო, რეჰიდრონი ყოველთვის ფხვნილი იყო. ხო, რეჰიდრონი მაგე დიდებიც იყო წარმოგიდგენია. ადრე დიდები იყო. ხო, დიდი ეხლა პაკეტებში. ისინი დაუმატებია თხილი. შიგნით. ხო, არომატული. არომატი. კაია, მე ცუდი არ არის. წამალია დედა, კაია. ადრე არომატი არ ქონდა. არა, ყვითელი იყო. ყვითელი იყო ხოლმე რო გახსნილი იმაში. ხო, წყალში. მენიაფერი ედგა ხოლმე რო გახსნით. მენიაფერი ხალხნო. აი მე ხალხნო ვერ წარმოიდგეთ. გიორგი ქათმებთან მივდივარ და ხალხნო და ვაი მუცელი მდგო ვიძახს მე თქვი რა დაეტაკა ამბობს რა მოგივიდა შვილი რა მოგი გაიქცა ტუალეტში და მე ხალხნო მე მომინდა ბოდიში ამ სიტყვაზე შესვლა ტუალეტში შევედი სისხლიანი ის რა ქვია გავალდი და აი მე ვერ წარმოიდგერა და მე მართა ხალხნო მოვდივარ და მიკანკალებს ხელი ფეხი ვეღარ ვაზრო გიორგი მეთქი რა არის ესა და სისხლო ყოლეპო კათმი ხوار და გავიწევ შეხლა არა ხო შევამწყდი ეთმე რა სისხლო ყოლეპო დედა რო დავა წამოხტი მე ვთხარი ახლა დავაი დავაი ახლა წავიდეთ მეთქი თორე გეფცებ თუ არ ვიცი რას გიზამოთ მიმასკენით წავედით მე და არაფერი არ არის პრობლემა არაფერი ოღონდ სუცალით მივდიოდი ფეხები უკან ჩემოდა არაფერი პრობლემა არ არის უბრალოდ ვირუსმა გამოიწვია ego თან თვითონაც მოთქვა რომ სისხლის სხვა რა ყოლებს აი
მე მივხვდი რომ ნახდაც ვირუსის გამომარი. ისიც თქვა რომ ყავდა პაციენტები მაგ იმითო სიმპტომებითო და იმითო თქვა. და კიდევ შევშალ თუ ჭკუაზე დავრჩებოდი აღარ მეგონა. მე ბებია ჩამატირელი და იწო. მეგრე იცის ხოლმე. რაღაცა რომ მდგება ეგრევე ტირას იწყებს. მე ის არის რა ქვია. დეჩეს უთხარ რა, არ გითხარ ბებუდი და სადარიო. იქით არის გასული ორ უთხარი. ხო ნინოს იმის ეგრეს ნომერი უნდა გამოვაქვს. ხო. დავახვევი ექიმთან უცბად მივედით. გავკანდი ექიმთან. მოაწესრიგეთ ყველაფერი და გამოგიწევთ თუ გამოვიწერე წამლებიდან, მოვიდი სახლში. თუ ეხლავე იყიდით სწავლებს, ხო? სხვათა შორის იცი რა არის ხალხო? ექიმთან რო ვიყავი, გული უფრო დამშვიდებული მაქვს. ხო, ეს 3 დღე ვერ იყო ხასიათზე. უფრო დამშვიდებული გაქვს და უფრო ისა გაქვს გიოგი мотиваცია მოგეცა რაღაცნაირი, არა? ხო. რუსაში არაფერი არ არის. და მე ვთხარი რაღა ქნობით კიდე. ქალბატონო, ცუდი ორგანიზმში რაღაცა რო იყოს, ხო? ფერი ვაფშე აღარ ექნებაო რა ფერს დაკარგავდა. ხო, რა ფერი. დიდი რაოდენობით სისხლს რო კარგავ, ფერს კი არა. ძალაც აღარ გექნება საერთოდ. ხო, არა. რასამოვო გადაირია ექიმ. მუგეშინეთ არაფერი არ არის. რაც თავარია ღმერთს მადლობა. ზეგანა რო თამაზე მივწერე ChatGPT-ს მაინც გადავამოწმე როგორ უნდა დავლიო თქო ეგ ისა მაგისიაო ეგა ისე ეგ პანელები რო არის ხო ათი რო არ დავდეთ შიგნით სისხლდენა სისხლდენა რო გაქვს ანუ იმას ისავს ალაგებს ხო დღეში 3 ჯერ თუ 2 ჯერ 3 ჯერ ანუ 2 ჯერ ან 3 ჯერ არა ეგ 3 ჯერ დავლიოთ დედი 10 წელი ვიყიდე ეგა დავლიოთ 3 ჯერ რა შენ დავლიო მაინც რა წამალია ხო დავლიე დედა 3 ჯერ ეგ 3 ჯერ ოღონდ წამლებს შორის და ჭამებს შორის ხო 2 საათი უნდა გავიდეს კი ეხლა რო ეს წამალი დავლი იმას სულ მივახოლო შეიძლება ერთი წამალი რაც დალეული მაქვს იმის მოქმედება შეწყვიტო იმას აქ შეეჩეროს ეხლა ხო გავაღ ეხლა ხო დალიე 1.5 საათით რო გავა ის წამალი დავლიოთ მე ან 1 ან 2 საათი უნდა იყოს ისა შუალედი ჭამებს შორისაც ჭამებს შორისაც 3 საათი უფრო უკეთესი 3 საათში 12 საათიანი რისთვის აქვე წყალი მწყურია ისე დავიხრჩვი გამოვიდანო ოკაი და რო შემოგიდანო შიგნით ეს არის მაშინ მოვიდანი ნაშრომი შინ არ დალიო ცივი ცივებს მოერიდეო ვთხრაყელზე მაინც და წყალი მიიღეო რაც შეგიძლია მეტი სითხე დალიეო რომ მოიყუდებს წყალს რასამო წყალს სვავს გიორგი უწყლობა არ აქვს მაგრამ ეს კუჭნაწლავის პრობლემა მოვიდა დავით ჯერჯერობით 3-4 თავი წამალი გამოუწერა ალაგდებაო და არ შეგეშინდეს ალაგდებაო და არაფერი არ არის საშიში ახლა დღეს დედი შენ უცელი ახლა გტკივა ამჟამად აი საჭმელი რო შეჭამე გიტკინა არა ხო არა დავლევ წავლეს და გაგაგებინებს როგორ ვიქნები გაიგებთ თქმა ბარა აბა თქვენ იცით გამოვხნევით ხალხო არაფერი არ არის საშიში ხმაც მადლობა რომ მივედით იქიდან და მალე იმასა თქვენ მალე მივედი კიდე ხო არ გინდოდა არ მინდა კიდე არ უნდოდა
რო ვიტყვი არ მინდა თქო უნდა მესრულო რაღაცა რას ვიარგი რა წამომარტყა თავში იქნება ასე მომიყვანოს არ გინდა კი არა ეხლა დავაიმიქნე პარაშევი ადექი ხა დავაიქ ადექი ახლა დროზე გავიცეხი იქითანო დავაიქ მარტო წავალო არა მეთქი დავაი ეხლა შესადმე გაუხო მეთქი არა დავაი ეხლა ჩქარათქო თან დავაიო ეხლა ადექი მანდედანო დავაი ადექი ეხლა დავაი ეხლა ადექი ჩაიცვის და გამიცეხი წინ თორეური წასკისაო ჯოხი დავიკა აბა რა მარტო წავათქო და არა მარტო არ გამიშვა აბა რა სადღაც სახვაში რა შეხვდა არ მიხვალ იქითანო და აბა არ წამოსულიყო აბა რაჭკოზე იქნებოდა ვაჟბატო გიორგი ო ობილები და რომ გამოვიყოს ადამიანი ხო სასიკეთო თუ ესე სიგლახავი ხიზარია დავაი და დავაი ახლა ადექიო მე ჩავიცი და წავედი იქიდან გამოვიცვალე და წავიყვა ვეთხე არიგზები ხოლმე და არაფერი არ უნდა უვალეკეთებ არაფერი არ უნდა უდო მე ეს თხი მართლა წავედი ეს თხი კი მართლა მინდა საერთო ანალიზი გავიკეთო სისხლის რა კი მეშინია ნემსის რითიც უნდა მოიღონ მაგრამ მაინც რა უნდა მივიდე ო შიში წამიერია უბრალოდ წამიერია აი რა გიორგი ეხლა რო არ მისულიყო და რო არ მექნა რა ხო იქნებოდი ხო და მემართებოდა უარესი ნერვოზით და გემართებოდა ნერვოზი მარტო კი არა და მემართებოდა მართლა გაუწყლოება როგორც ის არის გაუწყლოება და მემართებოდა და გამირთულდებოდა გაუწყლოება ცალკე კიდე ინფექცია ცალკე გართულდებოდა ნერვი ხომ გინდა ხალხო ამ ყველაფერს რო ამ ვირუსებს და ყველაფერს გაუწყლო ნერვი ხომ და გქონდეს რა ვეკიდა რომ ვიყავი უფრო გოლი მშვიდად ამაკ იგრიო რა არა სახიჩი რთულდება მე ყველაფერი არა ჯობია წამოვა არა გავიცახი იმისავით რა ქვია ბავშვი თავიდან ლაპარაკს დაიწყებდა არა რო იცის მეტი არაფერი ალა არა და წარამ არა და რო უთხრა დავაი თან ასე უჩვევი დავაი თან კორდი ბიჭი თქო დავაი ხლა თქი და ჩაიცვი დროზეო და გამიცეხი წინ დროზე ახლა დავაი ხლა თქიო ჩაიცვი და წინ გამიცეხი დროზე თუ არ ვიცი ეს გიზავ არ ვიცი ეს გიზავ გადი ახლა ჩქარა თქო მაინც ალბათ მშობელი რო ხარ მაინც ნერვიულობ რა თქმა უნდა როგორ მშობელი მარტო კი არ საკუთარ თავზე შეცნერულობს რა თქმა უნდა რაღაცა რო გტკივა ცუდად რო ხარ და რო არ იცი რა ხდება ხო დავაი მithqi ჯერ მithqi დავაი მაგრამ არ გამიგრე მე დღემში არასოდეს არ ვთქვია იგერი ახლა ადექი და დავაი ახლა ადექიო წადიო ოთახში ჩაიცვიო დასაცმელი გამოიღე ჩაიცვიო და წინ გამიძახიო არა თვინდა მარტო წავთქო და არა მარტო არ გამიშვა მაინც ვეიგა იმასაკნა შენ არ შეხვალ ექიმთანო შენ ექიმთან არ შეხვალო გამოვაწერი წამო როცა რაღაცაში ჯანმრთელობას ეხება არასოდეს არ უნდა გადადო ხვალ და ზეგ და მერე კიდე
ვითოთ ვით ო დავაიო თან ჯანმრთელობა არ არის სახუმარო არასოდეს არ უნდა გადათო არა იცი რა არის არ მიყვარს წამალში ფულის რო ხარჯავ მაგრამ რა ვქნათ წამალში არ მიყვარს უბრალოდ ფულს რო ხარჯავ მაგრამ ჯანმრთელობისთვის რო გვინდა მე ცხოვრება ვარ ახლა ჩემ მატურზე მე მგონი კუჭრაწლავის კი არა ტვინის ანდებაც დამემართა რაღაცა ტვინის ინფექციაც ხო არ არის მაგრამ ტვინისაც გამოვაწერინო რაღაცა შიფცი 36-ზე ვარ ცოტა ხანი და ხალხო ალბათ ფიქრობთ გუშინ თელი დღე სად არის ეს ხალხიო ფიქრობდით ალბათ ეგრე იყო ჩვენი საქმე აქამდეც რომ მივსულიყავი უფრო უკეთესი იქნებოდა აქამდე რომ მომიყვანა მაგრამ რახან მივედი და მალე ასავქენი კიდე მოსწავლე თავის საქმის პროფესიონალური ადამიანი რა თუნდაც ისე მე ლაქტოჯი სახედრად მარტო არ უნდა წავიდე შეიძლება რაღაცა სხვა თქო შემიშალოს ლაქტოჯია რაღაცა თქო ხალხო კიდე რა მინდოდა თქმა თემუს ამანათი გამოვიწერე გუშინ თემუ გამოვიწერე ამანათი ორი ამანათი უნდა ჩამოვიდეს ორი არის ჩამოსასვლელი ერთი დრო წესით ჩამოსვლის ხო და ორივე რომ მოვა ჯერ ერთი მოვა ერთს გადავიღებ მეორეც რომ მოვა იმასაც გადავიღებ გადავაბავ ერთმანეთს და მე ერთად აგიტვირთავთ თემურას გაჩვენებთ რა გამოვიწერე სამას რაღაც არ არის თლიშე თემურაში ხო სუნთლიანი თავიდან ბოლომდე ვარ წავიდეთ 38-ზე ვარ და წავიდეთ ჩემციდან წავიდეთ თან წამალსაც დალევ ხო თან წამალსაც დავლევ ახლა აბა ჰედა აბა ხალხნო წავედით ეხლა დავიძინებ თუ არა გლახათა მოგსაქმე ტოლებს ვეღარ ვახილ წუხელი რომ მთელი ღამე არა მძინებია იქნებ გამოვიცინოთ რომ დავწვევით აბა ჰედა აბა ხო კარგად იყავით მაგრად იყავით დიდი მადლობა მოკითხვისათვის კეთილი სურვილებისთვის ჩემ გიორგის პატივისცემისთვის კეთილი სურვილების და ასევე დაგბრუნებოდეთ სიკეთით სიმრავლით სიბედნიერით და რა ვიცი უფლის წყალობით და ყველაფერი იყოს თქვენი შემწე და ბარაქას და ჯანმრთელობას გისურვებთ პირველ რიგში აბა ჰედა აბა ხო მიდი აბა ჰედა აბა წავიდი ხალხო ცოტა ხაჭმეთ შეიძლება ჩამომეცინოს რო დავწვი კი არ დამეცინება ჩემ მაგრამ სანამ ტელეფონი წვეში არ დამეცემა და წვიფისა ჩავინკრევ მაგრამ არ ვიცინებ ხოლმე წავედი ახლა გიტვირთოთ ვიდეოც რომალი აიტვირთ ხალხო პატარი ვიდეოთი მოვიდით უღრმესი მადლობა და ბოდიშით გუშინ რო არ მოვედი მაგრამ რა ვქნათ დრო მოითხოვა საქმემა დღესაც მოგიღებით რა მოხდა და ეკითხა რომ ვიყავ მოგიღებით გადაგაგებინებთ რა მოხდება გადაგაგებინებთ კი არა გასრულკინებს გაგაგებინებთ რა იქნება და როგორ იქნება
უნდა. თქვენთან ერთად მოხდება ყველაფერი. აბა ჰე, აბა აი, ხო. ვისაც მადლობა კიდევ ერთხელ, მადლობა ვისაც ესე გული შეგდგევათ, პირადში ბევრი გწევთ, პირადში გწევთ კომენტარებსაც შიც გწევთ. რჩევებსაც გვაძლევთ, რჩევებისთვის მადლობა, მოკითხვისთვის, კეთილი სურვილებისთვის და რა ვიცი, და ვის ცუდად არის. მიდით ეკიდა და გამოჯანმრთელებას გისურვებთ. აბა ჰე და აბა ჰო, კარგად იყავით. ბაი. აბა ჰე, კარგად. მშვიდობიანი ღამე. მშვიდობიანი ღამე დღე რა ვიცი რა დროს უყურებთ.